მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებთ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს არის გადაცემა პირისპირ. მე ვარ გელა პეტრიაშვილი და ჩვენ ვიწყებთ. შემოგვიერთდით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა მწერალი, პოეტი და შემოქმედი ერეკლე ბეჟუაშვილი. მიუხედავად მცირე ასაკისა, ის უკვე 2 გამოცემული წიგნის, მათ შორის 1 რომანისა და პოეზიის და პროზის კრებულის ავტორია. მისი პირველი წიგნი ტიბეტური საგანძური მაშინ დაიწერა, როცა თავად მხოლოდ 13 წლის იყო და მკითხველისა და ლიტერატურული წრეების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მისი მეორე წიგნი, რომელსაც ვარსკვლავ ქვეშეთში ჰქვია, ისეთმა ცნობილმა მწერლებმა დაარეცენზირეს, როგორებიც დათო მაღრაძე, გიორგი კეკელიძე და გიორგი გოგოლაშვილი არიან. ერეკლე თელავიდანაა. აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ ცხოვრებაში და მიაჩნია, რომ სიტყვას შეუძლია ადამიანისა და საზოგადოების შეცვლა. დღეს სწორედ მის შემოქმედებით გზაზე, ოცნებებსა და მომავალ გეგმებზე ვისაუბრებთ. ერეკლე, მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. თქვენ მადლობა, თქვენს მაყურებელსაც მიესალმებით. როგორც ნახე ერეკლე ინფორმაციების სხვადასხვა წყაროებიდან, შენ ბავშვობიდან გიყვარდა კითხვა. ბევრ ადამიანს თამამად შეუძლია თქვას, რომ მაგასაკიდან არც გამოსულარ, ისევ ბავშვი შეიძლება მეთქმოდეს, თუმცა ყველაფერი ფარდობითია. კი, თავიდანვე მიყვარდა მე კითხვა. წერაც სხვათა შორის ეს დაახლოებით ერთ პერიოდს დაემთხვა, რომ კითხვა რომ დავიწყე, მაშინ დავიწყე წერაც. თითქმის ასე გამოვიდა, ეს იყო 8 წლის ასაკში. ერთი იმდენი ცხოვრება კიდევ გავიარე, ახლა 16-ის ვარ და ამ საქმეს ვერ შევეშვი, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს ალბათ ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება, რაც გიყვარს და რაც გიტაცებს. ერეკლე, ერთი სიტყვით რომ შეგეძლოს, როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს? ერთი სიტყვით რომ რამის აღწერა შემეძლოს, საერთოდ არ დავწერდი ხელგანიან რომანებს. მაგრამ რა კი ასეა საქმე. ალბათ შეუპოვარს ვიტყოდი და უფრო იტყოდნენ სხვები ჩემზე, იმიტომ რომ ერთადერთი რისიც მწამს ეს არის ნებისყოფის ძალა. ნებისყოფით ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. და საერთოდ ადამიანი ისეთი არსებაა, რომ აი წმინდა სერაფიმე საროველის ნათქვამი მიყვარს ხოლმე და ხშირად ვიხსენებ, ადამიანი არის ცოცხალი არსება, რომელსაც მიეცა ბრძანება გახდეს ღმერთი. აი ამ გზაზე, რომ შენ განიღმრთო შენი მადლით და არა ბუნებით თავისთავად, გეხმარება სწორედ ეს ნებისყოფა არის უმთავრესი გასაღები ასეთ გასავალზე. ერთი სიტყვა რა გითხრა, მაგრამ რამდენიმე სიტყვით მე და გახასიათებდი, პატარა, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი. ხო, შეიძლება მასეც ითქვას. საერთოდ ბევრი რამ არის პატარა, მაგრამ ძალიან დიდი. ეგენი უფრო გამახსოვრებენ ხოლმე საერთოდ თავს. ერეკლე, როდის გადაწყვიტე, რომ კითხვა აღარ ყოფნის და აი წერა უნდა დაგეწყო? მე საერთოდ მიმაჩნია, რომ პოეზია იწყება იქ, სადაც სიტყვები მთავრდება. წერა დავიწყე 8 წლის ასაკში და მაშინ ერთი პირველი ლექსი იყო ერთ სტროფიანი, დიდი არ ყოფილა, რა თქმა უნდა, თავისთავად გაუმართავი იყო და რაც უფრო დრო გადის, უფრო ნაკლებად მომწონს ჩემი წინა ნაწერები, მნიშვნელობა არ აქვს ეს პოეზია თუ პროზა. თუმცა საერთოდ ჯამში ეს შეიძლება ითქვას თამამად, რომ უკვე 8 წელია და იმ დროიდან თავარი ჩემთვის გახდა, რომ ეს ყოფილიყო აი ის გზა, რითაც შემეძლო მე ჩემი აზრი, ჩემი სათქმელი მიმეტანა მკითხველამდე. პირველი მკითხველები თავისთავად ეს იყო ოჯახი, მეგობრები, გარემოცვა, ასე შემდეგ, რითაც უკვე წამოვიდა შემდგომში დაინტერესება უფრო ფართო საზოგადოებისგან. და აქედან მოვედით უკვე აი ამ დღემდე 2 წიგნი მაქვს ჯერჯერობით, მესამეზე ვმუშაობ და შეგვიძლია შემდგომში ამაზეც ვისაუბროთ. 13 წლის ასაკში 420 გვერდიანი რომანის დაწერა, ასეთი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. კი, ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ აი როგორ მოახერხი ასეთი მასშტაბური ნამუშევრის შექმნა? რთული არ იყო? იცი, ეს გავდა რაღაც მდინარების მიყოლოს. როდესაც შენ აი იმ რაღაც ნაკადში ჩადგები, დანარჩენი მოდის უკვე თავისით. ეს არ ჰგავს იცი რა პროცესს, თითქოს რუკა გიჭიროს ხელში და ისე დადიხარ. ეს არის უფრო მე ასე ვფიქრობ, თითქოს ვიღაც უცნობი მეგობარი გაძლევს მინიშნებებს, ამ მინიშნებებს მისდევ და მიდიხარ უკვე ბოლომდე მიკყავს შენი საქმე. ამ შემთხვევაში წერა. შენი წიგნიდან როცა ვიკითხო ერთი მონაკვეთი. ხო, აი მაგალითად აი ესა უკვე მეორე წიგნი ვარსკვლავ ქვეშეთში.
რომელშიც გაერთიანებულია ჩემი ლექსები, მოთხრობები, იაპონური პოეზია და ჩანაწერები და აქ არის რა თქმა უნდა შედარებით დიდი მოცულობისებიც, თუმცა მე ვეცდები ყველაზე პატარა ამოვარჩიო და თან ძალიან აქტუალურია. ამას ერქვა ჭკვიანი ცხენები, ასეთ სათაური და თუ არ მეშლება დავწერე 10 წლისამ. უცხოეთი საოცარი ადგილია, მე იქ დიდხანს ვიცხოვრე. საბედნიეროდ შესაბამისადაც მოვიხიბლა. ერთხელ ჩემი სასტუმროდან, სადაც ცხოვრობდი, ქალაქგარეთ უნდა წავსულიყავი. დავიქირავე ეტლი, ტრანსპორტი შეუგვიანებლად, ზუსტ დროზე მოვიდა. ჩავჭექი და უკანა სავარძელზე მოვკალათდი. უნდა დავიძრათ. მეეტლე უცხოელი გახლდათ. გადაჰკრა მათრახი მეეტლემ ცხენებს, ისინი ადგილიდან არ დაიძრნენ. გაოცებულმა მამაკაცმა ცხოველებს ხელახლა გადაუჭირა მათრახი. როგორც ჩანს, ასეთი რამ პირველად ხდებოდა. ერთ-ერთმა ცხენმა ოდნავ ამოიჭიხვინა, მაგრამ ადგილიდან ფეხი მაინც არ მოუცვლიათ. ეგ იყო და ეგ. ამ დროს გაავებულმა მეეტლემ საბრალო ცხენებს კიდევ მესამედ და ამჯერად ყველაზე გამეტებითაც გადაჰკრა მათრახი. ცხენებმა წარბიც არ შეხარეს და არ დაძრულა. აი მაშინ კი დავფიქრდი. თუ ეს ცხენები არ დაემოერჩიდნენ უცხოელ მეეტლეს, მაშ ჩვენ რაღა დაგვემართა. განა რითაა ქართველი ცხენზე ნაკლები. ესა ბოლოს დაწერილი ლექსი. რომელსაც ჰქვია მარინისტი. ახლა რატომ ეს? არავითარი მარინა აქ არაფერ შუაში არ არის. ყოფითი გაგებით. ხელოვნებას ჩვენ ვიცით ფერწერაში, რომ ზღვის პეიზაჟს ჰქვია მარინა, ვინც მას ხატავს მარინისტი. და ამ ლექსს ეპიგრაფად აქვს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის, რომელიც ითვლება წარმატების ფილოსოფიის მამად, ნაპოლეონ ჰილის სიტყვები, რომელიც ამოვიკითხე მის ერთ წიგნში სათაურით როგორ მოვახდინოთ სასწაულები. ციტატა შემდეგია: სიყვარული შესანიშნავია მაშინაც კი, თუ ის ცალმხრივია. იგი თავისთავადაა შესანიშნავი. ახლა თავად ლექსი. აღარ დამთავრდა ეს ზღვის მოქცევა, გავარდის ფრდება ცადაბინდული. ქვებზე ისვენებს შენი ოცნება გამორიყული და გარიყული. დროს სიყვარული ზედა რიკარებს, მძინავს ცხადში და მგვიძევს სიზმრებში, ვეძებ ღელვაში გამქრალ ნიჟარებს, როგორც ჩაკარგულ ხურდებს ჯიბეში. რომც ჩაიძიროს დავრჩები გემზე, რომელსაც ქვია შენი ხატება. და რამდენჯერაც ვიფიქრებ ჩვენზე, ცრემლი იმდენჯერ შემემატება. ფანტასტიკური. მადლობა შეფასებისთვის. დიდი მადლობა. და მინდა ვთქვა, რომ ქართველებს იმის მიუხედავად, რომ ძალიან პატარა ერი ვართ, ძალიან მიკვირს ხოლმე. როგორ შეიძლება ასეთ პატარა ნაციას ესეთი მდიდარი ლიტერატურა, კულინარია, ქორეოგრაფია ჰქონდეს და უთუოდ ვარსკვლავი, რომელიც ჯერო რა აღმოგვიჩენია და დაგვიფასებია, ერთ-ერთი ასეთთაგანი არის ოთარ ჭილაძე. და მგონია, რომ მომავალში აუცილებლად მოვა ის დრო, როცა მისი მოღვაწეობის წლებს პირდაპირ დავარქმევთ ოთარის ეპოქას. ამ ადამიანმა აბსოლუტურად სხვა ნაკადი შემოიყვანა ქართულ პოეზიაში. აბსოლუტურად სხვა სტანდარტი დაამკვიდრა და ეს არ ყოფილა, რაც მთავარია ესე ძალდატანებთ. ეს იყო ძალიან ბუნებრივი პროცესი და ამიტომ მგონია, რომ ოთარ ჭილაძე მომავალში უფრო დაფასდება და ჩვენც უნდა ვეცადოთ რა საკვირველი ამისგან ვისწრაფოთ. ერეკლე, რა გავლენა მოახდინეს შენზე ქართველმა კლასიკოსებმა და ვის კითხულობ ყველაზე ხშირად? აი წინა თემას შეგვიძლია დაუბრუნდეთ ოთარ ჭილაძე რა კი ვახსენე. მაგიტა დაგისვია. პოეზიიდან გამოვყოფდი ოთარ ჭილაძეს რა საკვირველია, მაგრამ მოდი ახლა პროზასაც შევეხოთ. აქ უდაოდ არის მიხეილ ჯავახიშვილი და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. სიკვდილის წინ ამ ადამიანმა რა თქვა, ეგ საკმაოდ ცნობილი სიტყვებია, მე ისეთი მუხა დაორგე, რომლის ფესვებსაც ვერასოდეს ვერ მოსპობთო და ეს მართლაც ახდა, როგორც მისი არაერთი ნათქვამი. მაგრამ გარდა ამისა, მიხეილ ჯავახიშვილს ჰქონდა ერთი საოცარი თვისება და უნარი. ასევე მან პირდაპირ დააკავშირა ქართული ლიტერატურა ევროპეიზმთან და უფრო პლურალისტურ აზროვნებასთან. პირდაპირ სარკე დაგვიდო ჩვენ თვალწინ, რომელშიც კარგად გამოჩნდა რის ხარჯზე გაძლო საქართველოს ამდენი საუკუნე. და თლიანობაში გამოაჩინა, რომ თურმე ეს ყველაფერი აღმოჩნდა რაღაცა ჩვენი აი ეს კონფორმიზმი, ტაშფანდური, ეს ყველაფერი აქედან გადის. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ქართული სუფრაც კი არაა ეს შემთხვევით ფენომენი. ამას მთელი ისტორიული საფუძველი უდევს. კი ქართველებს რაღაც პერიოდში ტრისთვის თავი დაგვიხრია და ასე შემდეგ, მაგრამ მომავალში რაღაც დრო რო გადიოდა, ამას ეძებნებოდა ახსნა. და ამიტომ აქედან გამომდინარე მიხეილ ჯავახიშვილი მიმაჩნია ყველაზე დიდ ქართულ პროზაიკოსთან.
იმის შემდგომ მოდის უკვე ის დანარჩენი, რაც წამოვიდა ის თაობები, ასევე ძლიერი პროზაიკოსები, მაგრამ აი მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით გამოჩნდა ეს ამბავი. ყველა იდგა მიხეილ ჯავახიშვილის აი იმ დარგული მუხის ჭრდილის ქვეშ. სკოლა, სწავლა და შემოქმედება. ერთმანეთს როგორ უთავსებ ამ ყველაფერს? დროის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერში. კარგად გაწერილი ყველაფერი. თული საერთოდ არ არის ეს სინამდვილეში მთავარია რომ მოიმდომა. რის გაკეთებაც გინდა იმას აუცილებლად გააკეთებდეს თუ სურვილი გულწრფელია. შეთავსებას კარგად უახერხებ, იმიტომ რომ არც თლად შორიშორსა სკოლის საკითხები და წერლობა. ძალიან ახლოსაა მომიჯნავე სფეროები მომგეხსენება, ამრიგად დიდად არ მიწევს ამპლუის გამოცვლა, მაინც ეს თუ ისე ერთსა და იმავე საქმეს ვცდილობ რომ ვაკეთებდე და ვიშრომო შესაბამისად. შეგვიძლია ეს რაღაც მომენტებში ერთმანეთს შევუხამოთ კიდევაც ხოლმე და მაგალითად დავწეროთ სკოლაზე. უკვე ვიღებთ ისეთ მიქსტურას, სადაც შენარჩუნებულია ის ოფიციალური პროცესებიც, რაც ახლავს ის პროცედურები სკოლაში სწავლას და უკვე ის თავისუფალი შემოქმედებაც. შენთვის რა არის მწერლის მთავარი პასუხისმგებლობა? რაც უფრო დრო გადის, უფრო ადვილი ხდება ამაზე პასუხისგაცემა. მწერალი არის საერო მოძღვარი. ამას სულ ვიმეორებ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ვინ გვახსოვს ჩვენ საქართველოს ისტორიიდან. ილია ჭავჭავაძე სულ მაგას წუხდა, რომ საქართველოს ისტორია ეს არის მეფეების ისტორია და არა ხალხისა და რაღაც სტილ მართალიცაა. მაგრამ მეფეების გარდა ჩვენ კიდე ერთი პროფესიის ხალხი დაგვამახსოვრდა, აი ამ ძალიან ხანგრძლივი დროთამდინარებიდან. და ეს პროფესიის ხალხი იყო მწერლები. მწერლები და მეფეები, ეს ორი ხალხი გვახსოვს ქართველებს განსაკუთრებით და მწერლის მისიაც უნდა გამომდინარეობდეს აქედან. მგონია რომ კარგ პოლიტიკოს შეუძლია იყოს კარგი მწერალი, თუ საკვირველი ამას მოისურვებს. კარგი მწერალი ასევე შეიძლება იყოს კარგი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ეს ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, შენ ხალხს უნდა მიმართო, შენ წინ არის პუბლიკა, რომელიც შენ გენდობა, რომლისთვისაც შენ უნდა იქცე ეტალონად, ერთგვარ ათვლის წერტილად. კარგი მაგალითი ესეთ დროს როგორ შეიძლება რომ ერის პოლიტიკური ლიდერი ერის სულიერ ლიდერთან ურთიერთობდეს, არის ხოლმე ესპანელი მხატვრის ტიციანის ამბავი, რომელიც მოგეხსენება სამეფო კარზე მსახურობდა და ერთხელ ფუნჯი დავარდნია დაბლა შემთხვევით. კარლოს მეხუთე იყო მაშინ ესპანელების მეფე და ის იმ წუთასვე დაიხარა და მიეწოდა ეს ფუნჯი. და ესეთი ფრაზა დააყოლა. ტიციანი ღირსია, ემსახურებოდნენ მეფეები. ამრიგად თვლი და ასე მგონია ამ შემთხვევაში მარტო არ ვარ, ბევრი დამეთანხმება, მთავარი ასეთ დროს არის ხოლმე მოქროს შუალედის გამონახვა, რომ მწერალი დარჩეს იმ თავის ამპლუაში, პოლიტიკოს თავის ამპლუაში. თუმცა მათი საქმიანობა მაინც უკავშირდება ერთმანეთს ეს გსურს და მოგწონს თუ არა. საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ლიტერატურამ შეცვალოს პოლიტიკური პროცესები, არის აბრაამ ლინკოლნის ერთი ციტატა. ეს ადამიანი ძალიან მომწონს ვაფასებ მის პიროვნებას, მის ბიოგრაფიიდან გამომდინარე და ესაა პრაქტიკულად ადამიანი, აი ჯორჯ ვაშინგტონის შემდეგ, ხა ჯორჯ ვაშინგტონი მაინც განსაკუთრებული იქნებოდა, იმიტომ რომ პირველია, მაგრამ მის შემდგომ თავისი მოღვაწეობით მაინც აბრაამ ლინკოლნი არის პირველი ამერიკის ისტორიაში. და ასეთი რამ თქვა მან ერთხელ, რასაც მოვაყოლე ეს ჩემი საუბარი, რომ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ბიძიე თომას ქოხმა მიბიძგა რომ დამეწყომე სამოქალაქო ომი. აი ესეთი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიტყვას და ნაწარმოებს ზოგადად გლობალურ პროცესებზე. ამერიკის სამოქალაქო ომმა შემდგომში კიდევ რამდენი რამ შეცვალა აი ამ დომინოს ეფექტით უკვე. მთელ მსოფლიოში ეგეც ცხადია და ამას რაც უფრო გავასაუკუნები, უფრო კარგად შევაფასებთ და ავწონდავწონით. დღეს თანამედროვე ახალგაზრდები შენი დაკვირვებით რამდენად კითხულობენ წიგნებს? ასეთი კარგი თაობა საქართველოს არც ყოლია. ანუ კითხულობენ წიგნებს. კი, როგორ არა. თუმცა ძალიან სპეციფიურ ლიტერატურას. მაგალითად? დღევანდელ ბესტსელერებს რო გადავავლოთ, თვალი მივხვდებით, რომ მათი ლიტერატურული გემოვნება
და ასეც უნდა იყოს, არის განსხვავებული. მაგრამ მკითხულობენ როგორ არა კლასიკა ამ ბოლო დროს თანდათან უფრო ფასდება კიდე და ეგ ამბავი ძალიან მახარებს. ეს არის თაობა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა დამოუკიდებელ საქართველოში. სხვანაირად ვერც იქნებოდა ესე გამორჩეული. ქართულ კი, კითხულობენ. ესა ნუ ჩემი პირადი დაკვირვება, როგორც ამ თაობის ერთი რიგით წარმომადგენლის აზრი და სოფლგაგება. მე ასე ვთვლი, რომ კი, კითხულობენ. ლიტერატურა არის მათთვის მნიშვნელოვანი. თუმცა ეს თლად კოლექტიური მოვლენაც არ არის. მაგრამ აუცილებლად გამოსწორდება ეს მოვა მაგისტროც. როგორ უნდა გამოსწორდეს? ის ნაწილი როგორ უნდა გავაღვიძოთ, რომელიც არ კითხულობს წიგნებს. და ცოტა შორს არის ამ ყველაფრისგან. წიგნების კითხვა არ არის გარანტია, რომ შემთხვევები აგეხილება ბევრ რამეზე. მასეც ნუ შევხედოთ. არა. აი როგორ უნდა ხო, გამოღვიძება რო ახსენე მაგაზე ვამბობ. რომ გამოვაღვიძოთ, რომ წიგნების კითხვა დაიწყო, იმიტომ რომ იცი რა არის, ეს უნდა მოხდეს სავსებით ბუნებრივად. კითხველი ადამიანი თვითონ უნდა იყოს ისეთი, რომ სხვა რომ დაინახავს, თქოს რომ აი მეც მინდა ვიყო ასეთი. ჩვენ თუ არ ვაჩვენებთ პირადი მაგალითი, ისე რაც გინდა უჩიჩინო, რაც გინდა ეს პედაგოგიური ტირადები წარმოთქვა, რაც არ უნდა გამსჭოლული იყო შენ მორალისტური დარიგებებით, თუ არაფერს გახდები. იმიტომ რომ შეუძლებელია ესეთ დროს შენ იყო არაგულწრფელი და თან მიაღწიო შედეგს. ეს უნდა მოხდეს აბსოლუტურად ბუნებრივად. ძალიან მნიშვნელოვანია წიგნი და აი მგონია რომ ვერასდროს რა დროც არ უნდა გავიდეს, რა ეპოქაც არ უნდა დადგეს, წიგნს ვერაფერი ვერ შეცვლის. კი, მასია. სხვათა შორის ამის დარეგულირება შეუძლია ნახა ზუსტად არ ვამბობ და ამას ბევრი სხვადასხვანაირად გამოაბამს კულტს, მაგრამ არა უშავს მაინც ვიტყვი, კანონსაც შეუძლია გარკვეულწილად იმის წახალისება, რომ კითხველი ადამიანი ითვლებოდეს საინტერესო ადამიანად და ის ვინც აბსოლუტურად შორს დგას ამისაგან, ის ითვლებოდეს უინტერესოდ. ნუ ტენდენცია ჩამოყალიბდეს ასეთი და შეხედულება საზოგადოებაში. ერეკლე, დღეს რა არის ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემა? რას ხედავ შენ? როგორც პრობლემად? კაცობრიობას საერთოდ გაჩენის დღიდან აქვს ერთადერთი პრობლემა. მეტი არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს არის რწმენის პრობლემა. მე არ გულისხმობ მაინც და მაინც რელიგიურ რწმენას. ხედველობაში მაქვს ზოგადად გნებავს თვითრწმენა და ვარქოთ ამას და ასე შემდეგ, ბევრნაირად შეგვიძლია ამას მოუძებნოთ სახელი. თუმცა ეს ზოგადად რწმენის პრობლემა, რომ ჩვენ არ გვჯერა და თან ეს ძალიან პათოლოგიური და არ გვჯერა რამხელა რაღაც შეუძლია გააკეთოს ერთ რიგით ადამიანს. რამხელა ცვლილება შეუძლია გამოიწვიოს. და ჟან-ჟაკ რუსო იმასაც ამბობდა, რომ ადამიანი უბრალოდ იმითაც კი, რომ არსებობს, სარგებელს აძლევს კაცობრიობას. თუნდაც არაფერს არ აკეთებდეს, ის თავისი არსებობით არის მაინც სასარგებლო ზოგადად კაცობრიობას. რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ ერთგვაროვნები ვიყოთ. პირიქით მიუღებელიც იქნებოდა. ერეკლე, ახლა წერ რამეს? კი, დავიწყე მუშაობა მესამე წიგნზე, რომელსაც სავარაუდოდ ჩემს მეგობრებთან კი გავაჟღერე ეს ამბავი სათაური ექნება მე-12 კლავიში და წინ ავხსნი ამ ამბავს რატომ ასეთ სათაური. ერთ ოქტავაში რომ არის 8 ნოტი ეს ცნობილია საყოველთაოდ, თუმცა კლავიში არის 12, შავებიც რომ მივათვალოთ. ფორტეპიანოზე 10 წელია ვუკრავდა, მაინც ეს თუ ისე ახლოა ჩემთან ეს. და თუ ევგენიძეს შემიძლია დავესესხო ამ კარგ ადამიანს ასეთი სიტყვები, რომ მუსიკას მარტო პოეზიასთან ვღალატობ. მეც მუსიკას ვღალატობ მხოლოდ პოეზიასთან. ხო, და ამით იმის თქმა მინდოდა, რომ აი ეს მე-12 კლავიში არის ბოლო კლავიში და აქ უნდა იყოს სიუჟეტი სავარაუდოდ დაკავშირებული პერსონაჟის უკანასკნელ მისიასთან, რომელსაც რამდენად წარმატებით შეასრულებს ეს ჯერ არც მე ვიცი. და ალბათ არც თავად პერსონაჟი, ეს როგორც გითხარი, გავს მდინარებას წერის პროცესს. როდის გვექნება შესაძლებლობა შენი ახალი წიგნის წაკითხვის? ფორსირება ესეთ დროს არაა საჭირო, ყველაფერი თავისით უნდა მოხდეს და ალბათ ეს იქნება გაისად, როგორც ვარაუდობ. თუმცა წინასწარ ამ სამყაროში ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემს კაცი. სამომავლოდ შენი გეგმები რა არის? გეგმებზე საუბარი საზოგადოდ არასწორია. თუმცა მოკლედ შეგვიძლია თქვა ის ამბავი, რომ
რაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა აღმოუჩნდე რა სფეროში, მაინც მე ვეცდები რომ ემსახურო სახელმწიფოს. იმიტომ რომ სახელმწიფოს მსახურება არის ისეთი რამ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს სახელმწიფოებრივ დაზროვნება სიყვარულის შემდეგ. პირველ ადგილზე რაც გვაკლია ყველაზე მეტად ესაა სიყვარული და შემდგომ უკვე მოდის ამის ერთგვარი საპირწონე, რომელმაც სიყვარული ძალიან ემოციური ნაწილია ყველაფრისა, ძალიან სენტიმენტალურია, ამან უნდა გაანეიტრალოს ეს და გვაკლეს სახელმწიფოებრივ აზროვნება. სახელმწიფოებრივ აზროვნებაში ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია მოვიაზროთ, თუმცა მე მაინც ვემხრობი პატრიოტიზმის ამერიკულ განმარტებას და ვამბობ, რომ პატრიოტიზმი არის ლოიალობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მადლობა ერეკლე. ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. შეგას გვეტყვი. ეს უნდა განსაჯოს მაყურებელმა. საერთოდ ესეთ მოკლე დროში რთულია რომ ბევრი რამე თქვა. ძალიან ბევრი რამე დამრჩა კიდე სათქმელი, რა თქმა უნდა. თუმცა ამის დამატებას ხო არის სურვებდი? ერთადერთი რასაც დავამატებდი იქნებოდა ის, რომ ვინც ნახავს ამ გადაცემას, რა თქმა უნდა, რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ვინც ნახავს ამ გადაცემას, ის ოდნავ მაინც დაფიქრდება რაღაცებზე. იმიტომ რომ აი დაფიქრების მომენტით იწყება დანარჩენის შეცნობაც, აღმოჩენის სიხარული და შემდგომში უკვე რაღაცის ანალიზი. ეს ყველაფერი იწყება აი ამ მომენტიდან და თუ ამას მე ხელი შევუწყე შენთან ერთად, ეს იქნება ჩემთვის სიხარულის დიდი საბაბი. იმიტომ რომ ბევრ რამეს თურმე მართლა აქვს აზრი. ყველა მე მაგალითად თვლი რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ფიქრი არ გვიყვარს. აი ბევრ ადამიანს არ უყვარს ფიქრი. მაგალითად ესეთი ტიპის გადაცემებს უმეტესობას არ აქვს ნახვა. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ადამიანებს ურჩევიათ უყურონ შოუს, ვიდრე რაღაცა პოდკასტ გადაცემას, სადაც აზროვნება საჭირო. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა მე და შენ რომ ახლა წყალი შეგვესხა ერთმანეთისთვის, რა თქმა უნდა, ნახავდა ბევრი ადამიანი. მაგრამ იმ წყლის შესხმამ რა მოიტანა, რა დაბადა, რა განცდა მაყურებელში. ამაში დავრწმუნდი რომ მართლა ყველაფერს აქვს აზრი რომ მატერიალურია, ამაში ვწმუნდები ყოველდღიურად უფრო მეტად და განსაკუთრებით ეს გამოჩნდა მაშინ, როცა ვეწვიე პენიტენციურ დაწესებულებებს სამგან და დაახლოებით 100-ზე მეტ თანატოლ არასრულწლოვანს შევხვდი. იქ მათგან იმ ხელა სიყვარული ვიგრძენი, რომ მაშინაც თქვი ესეთი სიყვარული დიდი ხანი არ მიგრძნია მეთქი. ასეთი კოლექტიურად გამოხატული პატივისცემა და ინტერესი არის იშვიათი. და კი, როგორ არა, სხვათა შორის აი წიგნების გამოცემას რაც მოხდა ერთადერთი სიახლე კიდე იყო ის ამბავი, რომ კვირა არ გავიდო და საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან იქნებოდა, მაგრამ სვანეთიდან იყო ერთი გოგო, სამეგრელოდან მახსოვს ასევე და კიდევ ბევრგან კვირა არ გავიდოდა, რომ იმ კუთხიდან ვიღაც ჩემი თანატოლი ბიჭიც გოგოც არ შემხმიანებოდა და არ ეთქვა, რომ გავიგე ამ თქვენი წიგნის გამოცემის ამბავი და მეც ვწერ წიგნს, მაგრამ ვერ გამიბედია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ჯერ წერის დასრულება და გამოცემაზე არც მიფიქრია, მაგრამ თქვენი მაგალითი რომ ვნახე, ამან უკვე მომცა ძალიან დიდი ბიძგი. ყველაზე მეტად რაც მოიტანა ჩემი წიგნების გამოცემამ, იყო ასეთ ხალხის შეძენა, ასეთ ხალხის გაცნობა და იმათთვის თუ რაღაც შთაგონების წყარო და мотиваცია აღმოჩნდება ეს ამბავი იქნება ერთიერთად გასახარი. მოკლედ მადლობა ერეკლე. მადლობა შენ. მადლობა მოსვლისთვის. მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. ნახვამდის.